გვიახლოვდება ზაფხული და ვიზრუნოთ იმაზე, რა შეიძლება გავაკეთოთ ან არ გავაკეთოთ ამ პერიოდში. როგორ მოვემზადოთ და როგორ გადავიტანოთ ზაფხული. აბა რა პროცედურები არ უნდა ჩავიტაროთ ზაფხულში. არ უნდა ჩავიტაროთ ტრავმული პროცედურები. რა არის ეს პროცედურები? ეს არის ყველა პროცედურა, რომელიც კანის ზედა ფენას გვაცილებს. ეს არის საშუალო და ღრმა პილინგები, ეს არის მაგალითად ლაზერული წმენდები, ასე თქმული შლიფოვკები. ყველა აი ამ პროცედურას მოვერიდოთ, რადგანაც კანის ზედაპირს ვაზიანებთ და შესაბამისად ზაფხულში ვიღებთ სიკეთის მაგივრად პრობლემას. ეხლა რა შეიძლება რომ ჩავატაროთ, ჯერ აპარატულ პროცედურებზე ვილაპარაკოთ. პირველი ეს არის აპარატული წმენდა, ასე თქმული ატრაუმატული წმენდას, რასაც ჩვენ ვეძახით. ხსენებად ამ აპარატები ჩვენ შეგვიძლია სულ ყოველთვის ჩავატაროთ პროცედურა დატენიანების, ჩემოკარგებო. დატენიანება ეს არის ძირითადი ფაქტორი, რომელიც ჩვენ ზაფხულში მაქსიმალურად დაგვჭირდება ყველა მოსახერხებელი ხერხით. ეს იქნება მაგალითად ინjekციური, მაგალითად იქნება ეს მიკრონიდლინგით შეყვანილი აპარატით. ნებისმიერი გზით უნდა ვეცადოთ, რომ კანი გქონდეს მაქსიმალურად დატენიანებული. და გაითვალისწინეთ, ჩემოკარგებო, ბოლოში არასოდეს არ გვავიწყდება, რომ გვჭირდება მზისგან დამცავის საშუალება. აბა ჩემოკარგებო, წარმატებულ ზაფხულს გისურვებთ.